ძალიან ხშირად ისმის ხოლმე არგუმენტი, რომ აი ტყეთ დაურიგე მოსახლეობას გაჩეხავენ და დაანგრევენ. სინამდვილეში შეგიძლიათ გადახედოთ თქვენ გარშემო საზოგადოებას, მათ საკუთრებას, სახლებს, ეზოებს. თავის ეზოში ხეს ვინ ჩეხავს? მარტივად. ხო, რა ვიცი, აი მაგ ყველაფერს გადახედოთ და რასაც მან დაინახავთ, როგორ ექცევენ ადამიანი ქონებას, დაახლოებით ისევე მოექცევენ თუ დამატებით ქონებაც გაუჩნდება და აი თავიანთ სახლებს აგურ-აგურ ხო არ შლიან და ხო არ ყიდიან თურქეთის ბაზარზე. თუ ეგრე არ შვებიან, არც დამატებით ქონებას მოექცევენ ისე არასწორად, ადამიანის სულელი არ არის. მთელ მსოფლიოში ტყეები კერძოა. და ადამიანებმა ისწავლეს რა როგორ უნდა მიიღო ტყისგან მაქსიმალური სარგებელი ისე რომ შეინარჩუნდეს თან ტყე. არის ინდუსტრიული ჭრა. იცი რომ უნდა მოჭრა ამ ტყის რაღაცა 10% პირველ წელს, მეორეს კიდე 10% და სანამ ეს ჭრი ეს ნაწილი იზრდება, უფრო ჯანსაღიც არის ეგრე ტყე. და ხვდები რომ დანარჩენს უფრო ჭრილი აკვეთსად იზრდება და ამას ადამიანები ყიდიან. პატარა ქალაქია ლარი ესეთი გერმანიაში და სულ ტყე იყო და სულ კერძო იყო. ევროპა რო გვინდა, ევროპა არის კერძო ტყეები. ც. ბენდუქიძე ამბობდა ამას სულ. მე მარცხენების თავარი არგუმენტი ის კი არ არისო, რომ მე ვიზამ ამასო. მე კაი ვარო, მე არ ვიზამო, მაგრამ ვიღაცა ცუდი არისო. რომელიც ამას იზამსო და სულ ეკითხებოდა როცა ეგეთი დისკუსიები იყო, აბა თქვენ რომელი იზამთ ამასო? აი ამას იზამს ხალხი. პირველ კითხვა რომელი შვები თქვენთან ამას და არავინ არ გამოჩენილა არასდროს რომელიც იტყოდა რომ ამას მე ვიზამდი. ანუ არგუმენტი სულ სოციალისტების არგუმენტი ისე რომ ვიღაცა სულელი აღმოჩნდება რომელიც ამას იზამს. მაგრამ თავის თავზე არავინ არ აკეთებს ამის გადმოტანას.